როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს რეგიონში და რას აპირებს საქართველოს მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ოფიციალური პოზიცია უცნობია. აზერბაიჯანმა ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმა ტერაქტად შეაფასა და ირანს საპასუხო მოქმედებებით დაემუქრა. ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე კი 12 საათით დახურა. მიმდინარე მოვლენებისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე მოსალოდნელი შესაძლო თავდასხმის პარალელურად უცნობია საქართველოს გეგმა. ოფიციალური განცხადება ოცნებას ამ დრომდე არ გაუკეთებია. დღეს ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევა დაგმო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში დარტყმების მე-12 ტალღა განახორციელეს. ალბორიზის პროვინციაში სამიზნედ იქცა შიდა უსაფრთხოების ძალებზე პასუხისმგებელი სპეციალური დანაყოფების შტაბ-ბინები. თეირანში კი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის, ბასიჯის ორგანიზაციისა და შეიარაღებული შიდა უსაფრთხოების ძალების სამეთაურო ცენტრის სამიზნეები დაიბომბა. ამერიკის საბრძოლო ძალების ზრდას განაგრძობს ჩვენსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებზე ირანის ზემოქმედების უნარი კი უსწრაფესად მცირდება. წერს ამერიკის ცენტრალური სარდლობა და ირანული სამხედრო ტექნიკის განადგურების კადრებს აქვეყნებს. ბრიტანეთი კატარში ავია გამანადგურებლებს აგზავნის. მიზანი კატარსა და რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერება. ჩვენ თავდაცვის სწორი გეგმა გვაქვს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.